საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურავთ ფოკუს დღის მთავარ ამბებს ტაბლოს გუნდთან ერთად ირაკლი კიკნაველიძე და მე ნინო მაჭარაშვილი გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრი ბრუსელში ვიზიტს განაგრძობს, სადაც ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხდომა გაიმართა. ხდომის დასრულების შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნის თავიდან აცილების აუცილებლობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მოგერინის გარდა ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის თქმით, ასოცირების საბჭოს პირველ ხდომაზე ევროკავშირის მხარემ საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. მოგერინიმ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა აირიდოს პოლიტიკური ნიშნით დევნა და საჭიროა შედგეს დიალოგი ოპონენტებს შორის. ეს განცხადებები მოგერინიმ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხდომის შემდგომ პრემიერ ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მოგერინიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება საერთო შეშფოთებას იწვევს. თავის მხრივ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე გააკეთა აქცენტი პრემიერმა ღარიბაშვილმა. ჩვენ მივულოცეთ საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება მის დემოკრატიულ განვითარებაში 2012-13 წლებში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების კუთხით და ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია EUTHOS და ადამიანის უფლებების დემოკრატიული ინსტიტუტის რეკომენდაციების შესრულება შემდგომ საარჩევნო ციკლამდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული პოლიტიკური ანგარიშწორება, კონფრონტაცია და პოლარიზაცია. უნდა მიეცეს სივრცე ოპოზიციას და შედგეს პარტიათა შორისი დიალოგი. სისხლის სამართლებრივი დევნა და გამოძიება უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივებისაგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და მკაცრად უნდა მიყვებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით დაეთანხმა. პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ მიმდინარე გამოძიებაზე და სასამართლოში განხილვად საქმეებზე კომენტარის გაკეთებისაგან. პროკურორმა პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პატივისცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის უმცირესობებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების. პირველ რიგში ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არის საქართველოს ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. ჩემი ამბიციაა ვაქციო ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა. ამ მიზნის მისაღწევად კი ჩვენ განვიხილავთ ასოცირების ხელშეკრულებას როგორც ჭეშმარიტად ევროპული, სტაბილური და ქმედითი პლურალისტური დემოკრატიის საფუძველს, რომლის თანხმლებია კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ირაკლი ღარიბაშვილი მოგერინისთან შეხვედრამდე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე პრემიერმა თქვა, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებაა. ქართული მხარის შეფასებით ბრიუსელში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჟენევის ფორმატის გააქტიურებაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გააქტიურებას ჟენევის ფორმატში, რასაკვირველია ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ახალ საფრთხეებზე, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის წინადადებაზე აფხაზეთს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გააფორმოს თანამშრომლობის და ინტეგრაციის ხელშეკრულება, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს არ არის იზოლირებული ერთი თემა, არამედ რუსეთის სერიოზული აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. კმაყოფილებით აღინიშნა ის, რომ პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით იმართება მისი თავმჯდომარეობით და ზედამხედველობით სამთავრობო კომისია, რომელიც ზედამხედველობას უწევს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას ქვეყანაში. 2014 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით ძალიან დიდი კმაყოფილება გამოითქვა და განსაზღვრული იქნა ის ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იქნა ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელსაც ევროკავშირი გაუწევს საქართველოს 2015 წლის ეროვნული გეგმის შესრულების თვალსაზრისით. ახალი მინისტრების ბრიუსელში ჩასვლა და მათი უშუალო მონაწილეობა ამ პროცესში არის გადამწყვეტი ფაქტორი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგები ევროკავშირიდან დაინახავენ, რომ არანაირი საფუძველი იმაზე სასაუბროთ, რომ ქვეყანა კურსს იცვლის, არ არსებობს. არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, პარლამენტის განცხადებების გამო,
არამედ იმ ადამიანების ბიოგრაფიის გამოც და მათი უნარჩვევების გამოც, რომლებიც დაიკავებენ იმ გამოთავისუფლებულ პოზიციებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცსაც შეხვდა. პრემიერის თქმით, ის აფასებს ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული არჩევანის მიმართ. პრემიერის თქმით, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ღარიბაშვილმა კიდევ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის თქმით, ევროპარლამენტს აქვს მოლოდინი საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურის გაღრმავებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით. ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოზე. პრემიერთან შეხვედრაზე წამოვჭერი ქვეყანაში რეფორმების საკითხი. აღნიშნე, რომ ევროპარლამენტს აქვს მოლოდინი ქვეყანაში დემოკრატიული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით, რაც ასევე დაკავშირებულია ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებებთან და ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებასთან, რომელსაც ევროკავშირი გასცემს. გუშინ ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. დღეს საქართველოს პრემიერმა ბრიუსელში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარს ვიოლეტა ბალცს შეხვდა. ასევე შეხვედრები გაიმართა კლიმატური ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ მიგელ არიას კანიეტეს და ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისთან. როგორ ეხმიანებიან ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეფასებები ამ თემაზე. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას თბილისში გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ აუცილებელია ტექსტში მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება და ეთანხმებიან იმ აზრს, რომ პოლიტიკურ დევნას ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კრიტიკას ვერ დავარქმევდი, რომ არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, პროკურატურა არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური იარაღი და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ის პოსტულატები და ის ფორმულირებები, რომელთაც ჩვენი კოალიცია მოვიდა და რაც მეორდება ამ რეზოლუციის პროექტში, რომელიც განიხილება დეკემბერში. ასე რომ ამაში შემაშფოთებელს ვერაფერს ვერ ვხედავ. პარლამენტი ცოტა სხვანაირად ამბობს. ის ამბობს, რომ გამოძიების დროს პოლიტიკური ელფერი არ უნდა აკრავდეს საქმეს და თქვათ განცხადებები არ უნდა იყოს პოლიტიკოსების იმ საქმეებზე, რადგან თქვათ შეუძლებელია მათ ხელი მიუწყობოდეთ. ამაში არაჩვეულებრივი და არასწორი არაფერი არ არის. და მეც ბევრჯერ გაიმეორებია, რომ პარლამენტის წევრების მიმართ განსაკუთრებით ჩემი კოლეგების მიმართ თან დავანებოთ თავი ყველამ ერთად შეფასებებს, მაშინ როცა საქმის მასალებს არ ვიცნობთ. ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე კომენტარები ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გააკეთეს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპარლამენტის კიდევ ერთ გაფრთხილებას ხელისუფლება ამ ეტაპზე მაინც გაითვალისწინებს. ამ ქვეყნის თუ რამე უშლის ხელს დღეს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან და ნატოსთან ერთება, ეს არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, კერძოდ პოლიტიკური დევნა თავარი ოპოზიციური ძალის და შერჩევითი სამართალი, რაზეც უკვე საუბრობს არაერთი საერთაშორისო სტრუქტურა, ისე როგორც ევროკავშირის სტრუქტურა. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა 59-3-3 წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის შეშფოთებას გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების მრავალი მაღალჩინოსანი და ამჟამინდელი ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებაა დაწყებული, დაპატიმრებულია ან წინასწარ პატიმრობაშია, რაც მიღებული ტექსტის მიხედვით ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის. რეზოლუციის მიხედვით კომიტეტი მიესალმება უკანასკნელ სასამართლო რეფორმებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად გატარდა. საგარეო კომიტეტმა 48-1 წინააღმდეგ ასევე შეიმუშავა რეკომენდაცია, რომლის თანახმად პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების კენჭისყრას დეკემბერში ჩაატარებს. ევროპარლამენტის დეკემბრის სესიაზევე იგეგმება კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის დამტკიცებაც.
და დაუბრუნდეთ ისევ ბრიუსელში, იქ ვიზიტისას პრემიერს რამდენიმე საინტერესო ახალი გზავნილი ჰქონდა. მათ შორის ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, საქართველოს 2008 წლის ომის გაგრძელება. პრემიერმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის განზრახვაზეც ისაუბრა. სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისგან მსგავსი გზავნილები ადრეც მოგვისმენია, თუმცა პრემიერს ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის კონტურები განსხვავებულად ესახებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ვერც ანექსიის საფრთხეს ხედავდა და იმასაც ფიქრობდა, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დალაგების უნიკალურ ფორმულას მიაგნო. სხვათა შორის, სწორედ ეს გზავნილები იყო ერთ-ერთი, რასაც 15 ნოემბრის აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ. დღეს ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნატოს საგანგებო საკითხთა ნუსხაში დარჩება. რა შეიძლება გამოეწვია პრემიერის რიტორიკის ცვლილება და როგორ აფასებენ მის გზავნილებს სხვა პოლიტიკოსები? იხილეთ ჩვენს სიუჟეტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ის რაც ახლა უკრაინაში ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებაა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ მოსკოვი გეგმავს ახალი შეთანხმების გაფორმებას აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია გავაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებთან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენ მსგავსი კონფლიქტი 2008 წელს გამოვიარეთ და ვფიქრობ, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენი 2008 წლის ომის გაგრძელებაა, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას, დგავართ სწორ გზაზე და მასზე სვლას გავაგრძელებთ. საქართველოს პრემიერი სხვაგვარად ფიქრობდა დაახლოებით 5 თვის წინ, როდესაც BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი შეცდომაა ყირიმის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან შედარება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება. ამ დე-ფაქტო ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოებს დამოუკიდებლობის მოპოვება უნდათ. ასე არ არის? რუსეთმა ამ ორი დე-ფაქტო მთავრობის დე-ფაქტო სახელმწიფოს დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა. ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც არანაირი პროგრესი არ ყოფილა. ეს ორი ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია, საქართველოს მთელი არსებობის მანძილზე. როგორც ვიცი და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს ორი დე-ფაქტო ტერიტორიის, დე-ფაქტო მთავრობის ანექსიის განზრახვა. უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე ღარიბაშვილი BBC-სთან ინტერვიუში იმაზეც საუბრობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნიკალურ მიდგომას და იდეალურ ბალანსს მიაგნო, ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეწევა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. დღეს კი იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგზე საუბრობდა და არ უნდოდა საქართველოს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების მიზეზი გამხდარიყო რუსეთს დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაში ამ ხელს. მინდა გამოვხატოთ წუხილი და შეშფოთება იმის გამო, რომ მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული მიდგომისა, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის გატარებას აგრძელებს, რითაც მიზნად ისახავს აფხაზეთის რეგიონისა და შესაძლოა ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ნატოს საგანგებო საკითხთა შორის დარჩება. მე ვფიქრობ, საქართველოს უნიკალური მიდგომა აქვს. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი ევროპული კურსის დემონსტრირება, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდა გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსში. მაშინ ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. ამავდროულად ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო პრეცედენტს. მაგალითს ვთქმით, ერთი მხრივ ჩვენ ვცდილობთ ევროკავშირში გაწევრიანებას და ივნისში, 27 ივნისს ხელს მოვაწერთ ასოცირების შეთანხმებას. მეორე მხრივ ვახდენთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ვფიქრობ, ჩვენ იდეალურ ბალანსს მივაგენით. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრემიერის გუშინდელი გზავნილები საქართველოს და უკრაინის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ შემუშავდა. მაჭავარიანი იხსენებს, რომ მაშინ მთავრობას არ სურდა პარალელების გავლება უკრაინასთან. მაჭავარიანი ფიქრობს, რომ პოზიციის ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მთავრობა ცდილობს დაკარგული დრო აანაზღაუროს. არ უნდათ პირდაპირ პარალელების გავლება, მათ არ უნდათ, ესე ვთქვათ, რუსეთის გაღიზიანება ამ თვალსაზრისით, ამის მოწინააღმდეგები იყვნენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე პრემიერის თვითონ ადმინისტრაციაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს დრო დავკარგეთ უბრალოდ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობს მეტი ყურადღება ერთიან პაკეტში განეხილა ის აგრესია, რომელიც რუსეთმა უკრაინაში და საქართველოში განახორციელა
ქვეყნის ტერიტორიების მიტაცებით და შემდგომი ანექსიის მიმართულებით. ჯობია რა თქმა უნდა გვიან ვიდრე არასდროს. პრემიერის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობასა და ნაციონალურ მოძრაობაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უარყოფს, რომ პრემიერმა აზრი შეიცვალა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები ნამდვილად არის საქართველოს მოვლენების გაგრძელება. ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები და შესაბამისად ქმედებები თან მიმდევრული უნდა იყოს. ის რაც უკრაინაში ხდება, მართლაც არის გაგრძელება იმ პროცესის, რაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ამას ყველაფერს სოფლიო უნდა აუდგეს, ცივილიზებული სამყარო უნდა აუდგეს ერთობლივად და ჩვენ ამ პროცესის რა თქმა უნდა თანამონაწილე ვართ. მე არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე აზრი შეუძლია, აბსოლუტურად იგივე პოზიცია არის წლიან მთავრობაში ჩვენს ხელისუფლებაში თითოეულ მოქალაქეში, ასე რომ ამ ცვლილებებს თქვენ შეიძლება გარკვეულწილად უბრალოდ რაიმე რიტორიკას ან მის განცხადებას უკავშირებთ. მე ვერ ვხედავ სხვა ამისვლებას. ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული მომენტი, ძალიან სარისკო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შესაძლებლობით სავსე. ამ მომენტით უნდა ისარგებლოს საქართველოსთან, წაიწიოს ფუნდამენტურად წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის ყოფნის დაფიქსირების თვალსაზრისით და ამას მოველით ჩვენ მთავრობისგან. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ვნახეთ საქართველოს საზოგადოების ძალიან ხმამაღალი და მკაცრი გზავნილი ივანიშვილის მთავრობის მიმართ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს გზავნილი კიდევ უფრო გამკაცრდება და მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ღარიბაშვილმა ეს გზავნილიც ნაწილობრივ მაინც გაიგო. ირაკლი ალასანია კი ხელისუფლებასა და პროკურატურას მისი თქმით ბოლო გაფრთხილებას აძლევს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეგრეთ წოდებული კაბელების საქმის მასალებზე საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საკითხის გარშემო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზებას აპირებს. ეს განცხადებები ალასანიამ გორში გააკეთა, საიდანაც თავისუფალმა დემოკრატებმა რეგიონალური შეხვედრები დაიწყეს. ირაკლი ალასანიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეზე ადვოკატებს წვდომა არ ექნებათ, პროცესში საერთაშორისო საზოგადოებას ჩარევენ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პროკურატურა ბოლოჯერ გააფრთხილა და მოუწოდა ადვოკატებს ბრალდებულების დაცვის საშუალება მისცენ. მე მინდა მიმართო ხელისუფლებას, მე მინდა მიმართო პროკურატურას, რომ ესეთი უკანონობა დროზე დაასრულონ. თავარი ეხლა არის, რომ გამოძიება ღია წარიმართოს, მოეხსნას გრიფი და ადვოკატებს მიეცათ საშუალება დაუმტკიცონ უდანაშაულობა ამ ბიჭების გამოძიების პროცესში და ეს ვერ განხორციელდება თუ კი საქმესთან არ ექნება წვდომა. მე ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ ხელისუფლებას ამ კუთხით და განსაკუთრებით პროკურატურაზე მაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში ამის შემდეგ მე რა თქმა უნდა დავიწყებ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას და საზოგადოების მობილიზებას ამ საკითხის ირგვლივ. ირაკლი ალასანიას განცხადება უკვე შეაფასეს საკანონმდებლო ორგანოში. ირაკლი სესიაშვილის თქმით, თუ გამოძიებაში რომელიმე მხარე თავს დაჩაგრულად გრძნობს, შეუძლიათ შესაბამის სამსახურებს მიმართონ. თუ გამოძიებაში რომელიმე მხარე თავს თვლის, არ ვიცი, დაჩაგრულად ან არ ხდება მისი უფლებების რეალიზება, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ, მიმართონ შესაბამის სამსახურებს, უწყებებს და პროცედურულად დაიცვან საკუთარი ინტერესები. მე არ მგონია, რომ სახელმწიფომ პროკურატურამ დაუშვას ის, რომ ამ ძალიან რეზონანსულ საქმეში რაიმე შეცდომა გაიპაროს. ბატონ ალასანიას, რომელიც ახალი ხელისუფლების შემდგომ იყო მთავრობაში, მან ყველაზე კარგად იცის, რომ გამოძიებაში არავინ არ ერევა და ისიც ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლო არის სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც. უჩან ანუაშვილის თქმით, საქმეზე დეტალურ კომენტარს მასალების შესწავლის შემდეგ გააკეთებს. უახლოესი დღეების განმავლობაში მე იმედი მაქვს, ვექნება სრული წვდომა არჩეულ მასალებზე, რისი თანხმობაც ჩვენ უკვე მივიღეთ პროკურატურისგან, რომ ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგცემენ შესაძლებლობას, რომ გავეცდოთ აბსოლუტურად ყველა მასალას, ხოლო მასალების გაცნობის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ კომენტარის გაკეთება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა ედება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო. საქმის მასალები უკვე გადაეგზავნა პარლამენტის ნდობის ჯგუფს. აუდიტის სამსახურმა კი თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული შემოწმების მონაცემები პროკურატურას გადაუგზავნა, როგორც უწყების ხელმძღვანელი ამბობს, საეჭვო მიგნებების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდს ეხება, თუმცა მათ შორის ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდის სავარაუდო დარღვევებიც მოხდა. პარალელურად პარლამენტში ნდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს შემოწმების გრიფით საიდუმლო მასალების განსახილველად ემზადება.
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 2011-2013 წლების საქმიანობის შემოწმების მონაცემების მიხედვით პროკურატურას დანაშაულის ნიშნების შემცველი 10 საქმე გადაეგზავნა. რაც შეეხება აკუმულატორებისა და საბურავების შესყიდვას, თორდია ამბობს, რომ ამაზე კვირის პალიტრის ჟურნალისტმა თვითონ მოიპოვა ინფორმაცია და აუდიტის სამსახურმა არაფერი იცის. გაზეთი გუშინ წერდა, რომ არ არის გამორიცხული პროკურატურამ გამოძიება კიდევ ერთ, კერძოდ სამინისტროს მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის საქმეზე დაიწყოს. 10 მასალა ეს არ ეხება 2013 წელს, არ ეხება მხოლოდ ირაკლი ალასანიას, ეხება 11, 12, 13 წლებს. ჩვენი აზრით შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თორე შემდგომში შესაძლებელი აქვს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ, ანუ დაკითხვით, ან გარკვეული ინფორმაციის მიწოდების შემდგომ მთავარი პროკურატურისადმი პროკურატურამ შეიძლება გადაწყვეტოს, რომ ეს არ არის სისხლისამართლის დანაშაულის ნიშნები და გამოწვეული იყო რაღაც სხვა გარემოებების გამო. საბურავის და აკუმულატორზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან საუბარი არ არის. გენერალური აუდიტორისვე თქმით, დაახლოებით თვენახევარში, როდესაც ის ჯგუფი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მასალებს სწავლობს, გათავისუფლდება. აუდიტის სამსახური კანცელარია სასჯელახსრულების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოს საქმიანობას შეისწავლის. თორდიას ინფორმაციით 2013 წლის შემოწმების 87 დასკვნის მიხედვით, ყველა სამინისტროს მთლიანობაში 132 მილიონი ლარის დაზოგვა შეეძლო. 112 მილიონზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის არაეკონომიური, არაეფექტური და არამიზნობრივი ხარჯვა, ანუ ეს არ გულისხმობს, რომ 112 მილიონი არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი, ჩვენ ვსაუბრობთ ამ თანხაში, რომ უფრო კარგი საბაზრო კვლევით, თქვა აზრის კვლევით, უფრო მეტი ეფექტური ნაბიჯების გადადგმით სახელმწიფოს შეეძლო დაეზოგა 132 ლარი. შევდივართ ახლა მთავრობის კანცელარიაში, სასჯელახსრულების სამინისტროში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. გენერალური აუდიტორის დასკვნას მმართველი გუნდისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები გამოეხმაურნენ. მე არ მგონია, რომ რა დარღვევებზეც არის საუბარი, რამეთი იყოს თავდაცვის სამინისტრო გამორჩეული შინაგან საქმეთა სამინისტროსგან თუ სხვა სამინისტროებისგან. სხვა შორის ამანაც გაიჟღერა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებებში. და აი ესე ფოკუსირება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე ამ ბოლო პერიოდის მოვლენები, ხო, აჩვენებს, რომ აქ პოლიტიკური შემადგენელი, პოლიტიკური ინტერესი საკმაოდ მაღალია და ემში და პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება მაინც და მაინც ამ სამინისტროზე ატეხილი ხმაური. მაქვს ინფორმაცია, რომ სერიოზული დარღვევები იყო 11-12 წლებში 13 წელთან დაკავშირებით მე არ შემიძლია უბრალოდ გავაკეთო განცხადებები, რამდენადაც ეს ყველაფერი დობიჯ ჯგუფის ფორმატში განიხილება, როდესაც დამთავრდება ეს დობიჯ ჯგუფის შეხვედრა, მაინც მე თქვენ ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემს. მე დაგიდასტურებთ იმას, რომ თავად ბატონი ლაშას განცხადებებიდან, რომ იქ არის პროკურატურაში გარკვეული მასალა გადაგზავნილი, რომელიც 11-12 წლებს შეეხება. თავდაცვის სამინისტროს შემოწმების გრიფით საიდუმლო მასალები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათ პროკურატურა უკვე სწავლობს, აუდიტის სამსახურმა პარლამენტს დეპუტატების მოთხოვნის შემდეგ გადაუგზავნა. დობიჯ ჯგუფი დოკუმენტაციას 4 შაბათს 15 საათზე განიხილავს. შეხვედრას ლაშა თორდიაც დაესწრება. ფოკუსი მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებათ. ეს მთავარი თემებით ფოკუსი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მოწმეები დაკითხეს. ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესზე ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე დაკითხეს. ქადაგიძის თქმით, საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზა მისთვის საეჭვოა და თუ კი ზურაბ ჟვანიას სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, სიტუაცია არ უნდა მიიჩქმალოს. ნინო ქადაგიძის დაკითხვა ბრალდების მხარემ მოითხოვა. აბსოლუტურად უცხოელი სამწუხარო მიღოჩემი მე მესმის თქვენ მდგომარეობა იმ ტივებს რაც თქვენ აფეთქესენ განიცადეთ დრო აღშავს მე ვქონდა დრო გავიგეთ და მოგხარებენ ჩამოსწავლე შეიძლება გავიგეთ და სამწუხაროს მივიღებ მე და ვისმათ რომ საერთოდ თუ ამის სრული განცხადება თქვენ გავაგზავნოთ მე მზადა ვარ შეგვიძლია თქვენ აი ესე პირდაპირ თვალებში შეხედოთ თქვენს თქვენ შვილებსაც და ქალბატონ რიმასაც დედას შვილს და დედას და მოგახსენოთ ყველაფერი ეხლა ორი სასამართლო პროცესი მიდის პარალელურად და მესამე თქვენს და მიხეილ სააკაშვილსაც თუ ამის უნარი გქონდა მე ძალიან ვთქვი მიხეილ სააკაშვილთან ნუ დამაყენეთ რა გვერდზე
ექსპერტი ლევან ჩაჩუა მიმდინარე წლის 20 მარტს სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ვერსიით 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურეობრივი მოვალეობა. კერძოდ სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები. და მორიგის შემთხვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით კასპის რაიონის სოფელ საკორინხლოდან 72 წლის დიმიტრი ანანიაშვილი გაიტაცეს. ანანიაშვილი გატაცებისას საქონელს მწყემს საუდა-სავარაუდოდ გატაცებული ცხინვალში რუსულ სამხედრო ბაზაზია გადაყვანილი. სხვა დეტალები ოჯახის წევრებისათვის უცნობია. კასპის გამგებელი ვარაუდობს, რომ დიმიტრი ანანიაშვილს დაახლოებით 2 დღე-ღამეში გამოუშვებენ. საერთაშორისო ამბები უკრაინის კრიზისი ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ სეპარატისტები უკრაინაში ახალ შეტევას განახორციელებენ. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა კომერსანტი იუწყება. რა ხდება უკრაინის გარშემო ფოკუსის სიუჟეტში. რუსეთი უკრაინაში და მის გარშემო ჯარების თავმოყრას აგრძელებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციას არ შეწყვეტს, მისი საერთაშორისო იზოლაცია გაგრძელდება. ეს ძალების სერიოზული კონცენტრაციაა და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან გაიწვიოს საკუთარი ძალები და სამშვიდობო შეთანხმება შეასრულოს. რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციას აგრძელებს, ჩვენ ვხედავთ ჯარების, ტანკების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაადგილებას. ამ კრიზისის მიზეზი რუსეთის მიერ პროვოცირებული აქციებია. რუსეთს აქვს არჩევანი გახდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების მონაწილე ან მისი იზოლაცია გაგრძელდება. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ სეპარატისტები უკრაინაში ახალ შეტევას განახორციელებენ. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა კომერსანტი იუწყება. გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თვის ბოლომდე ახალი პერსონალური სანქციები სეპარატისტი ლიდერების წინააღმდეგ დაწესდება. ევროკავშირმა მხარეებს მოუწოდა მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ და მინსკის შეთანხმება დაიცვან. 10,000-ობით უნგრელმა ბუდაპეშტის პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტებმა ქვეყნის პრემიერის ვიქტორ ორბანის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის შტურმით აღება შეეცადა, თუმცა მათ ხელი სპეცრაზმელებმა შეუშალეს. გამოსვლების მთავარი მიზეზი მთავრობაში კორუფციისა და პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი გახდა. რამდენიმე უნგრელი მაღალჩინოსანი, რომელთა მიმართ კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები არსებობს, შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში მოაქცია და მათ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, თუმცა ისინი თანამდებობებზე მაინც რჩებიან. პროტესტის ორგანიზებაში ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მიმაჩნია, რომ უნგრეთი ევროკავშირის ნაწილი უნდა იყოს. მე მჯერა ევროპული ფასეულობების, მჯერა, რომ მთავრობა უნდა იყოს თავისუფალი კორუფციისგან. მიმაჩნია, რომ ორბანის პრორუსული პოლიტიკა აბსოლუტურად არასწორია. უნგრეთი დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს და ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ, რათა ეს ასე დარჩეს. ხალხი ძალიან აღშფოთებულია, ყველაფერი ინტერნეტზე გადასახადის შემოღების მცდელობით დაიწყო. გაჭირვებულ ხალხს ისედაც ძალიან ბევრი ფული მოპარეს. 3 შვილი მყავს და 2 მათგანს რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო უნგრეთის დატოვება მოუხდა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, რადგან მთავრობის ქმედებები ყელში ამოუვიდათ. ისინი ძალიან ბევრს იპარავენ, მთავრობის მრავალი წევრი ძალიან მდიდარია და ჩვენ არ ვიცით საიდან. არ ვიცით საიდან აქვთ მათ ფული, ვერაფერს ხედავთ, სრულიად გაუმჭვირვალე მთავრობა გვყავს. არეულობა იყო ჩეხეთში. ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშუნეს. ინციდენტი ხავერდოვანი რევოლუციის 25 წლის თავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მოხდა. პრეზიდენტის გამოჩენა სცენაზე შეძახილები და სტვენა, შემდეგ კი კვერცხების სროლა მოხდა. დაცვა შეეცადა კვერცხები ქოლგებით მოეგერიებინა. ერთი კვერცხის სცენაზე მდგარ გერმანიის პრეზიდენტსაც მოხდა. ჩეხეთის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები ზემანის პრორუსული განცხადებებისა და ოპონენტების მიმართ უცენზურო გამოთქმების გამო დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს წითელი ბარათები უჩვენეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. და ახლა იაპონია, სადაც პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, რომელიც ვადაზე 2 წლით ადრე გაიმართება. აბემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პარლამენტში არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილების გაჭიანურება გაყიდვებზე გადასახადის გაზრდის შესახებ.
გადასახადის გაზრდა მთავრობამ წელს უკვე მეორედ დააპირა. აპრილში 5-დან 8%-მდე უკვე გაზრდილი გადასახადი, 10%-მდე უნდა გაზრდილიყო, რაც მზარდი საგარეო ვალის პრობლემით იყო გამოწვეული. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო მონაცემებით იაპონიაში ეკონომიკის ზრდა შეჩერდა და ტექნიკური რეცესია დაფიქსირდა. პრემიერს იმედი აქვს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა საშუალებას მისცემს მთავრობას მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები, როგორც გადასახადის გაზრდის, ასევე ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გაჩერებულ ატომური ელექტროსადგურების ამუშავების შესახებ. სუმცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა იერუსალიმში სინაგოგაზე 2 შეერაღებული ადამიანის თავდასხმის შედეგად. პოლიციის ცნობით თავდასხმა განახორციელა 2 პალესტინელმა წარმოშობით აღმოსავლეთ იერუსალიმიდან. ორივე ტერორისტი სამართალდამცავებმა ადგილზე გაანადგურეს. ისრაელის პრემიერმა ტერორიზმის სახალისებაში პალესტინის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. თავის მხრივ პალესტინის ადმინისტრაციამ ტერაქტი დაგმო. ეს იყო ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის. ფოკუსი ხვალამდე გემშვიდობებად. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.